მე ვარ თამარ ბოყოველი, პროფესიით ფილოლოგი და 2003 წლიდან მე ვარ პოლიტიკაში. ჩემი სოლიდარობა გამოუცხადო COVID პატიმრებს. გუსურვო მხნეობა, გამძლეობა და გადავუხადო მადლობა. მადლობა მათ. როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, საცხოვრებლად გადავედი ყარის რაიონის ერთ-ერთ ახალ უბანში, რომელსაც ქვია ზემო ფონიჭალა. პატარა ბაზარი ჰქონდა წინ და ამ ბაზარში რომ დავდიოდი, ეს ადამიანები თავის გასაჭირზე საუბრობდნენ ხოლმე და მე ვიყავი მათი ხიდი გამგეობასთან. ანუ ყოველ დილით მივდიოდი და მათ გასაჭირს ვკითხულობდი, არ იყო გზა, არ იყო გაზი შეყვანილი და ასე შემდეგ და მოსახლეობა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იყო და მათთან ერთად მეც რა თქმა უნდა და მაშინ დავისახე მიზნად რომ ამ უბანში აუცილებლად რამე უნდა გამეკეთებინა. აი ესე აღმოჩნდი პოლიტიკაში და ამის შემდეგ ვიბრძვი რომ ამ რაიონს ჰქონდეს მეტი სიკეთე, მეტი კეთილდღეობა და არა მარტო ამ რაიონს. დღეს თუ მკითხავთ საქართველოს გადის ყოფნა არ ყოფნის საკითხს ვიქნებით თუ არა ჩვენ ევროპულ გზაზე და ეს არის ძალიან რთული ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც ევროპული კულტურა, ევროპული განათლება, ევროპული ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დღეს და ძალიან ბევრი რამე მათი დახმარებით გაკეთდა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი სოფლები. დავაბრუნოთ ისინი ევროპული გზისკენ. მოგიწოდებთ ყველას, რომ აუცილებლად უნდა მოგზავნდეთ 4 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღოთ მონაწილეობა ამ აუცილებელ მნიშვნელოვან არჩევნებში.